როცა გაიგებ ძალიან გაბრაზდები. იაჰიამ თქვა, ჰალილ იბრაჰიმთან წავიდეთო, ყველაფერი ისე მოვყვეთ, როგორც იყო. ასე არ არის იაჰია? ასია ძმაო, უпроსორად ჰალილ იბრაჰიმ. ამჯერად მართლა უკეთ მოვიქეცით. მინდა გიბრძანათ. ბრძანება არა. დამლა დაგვემუქრა. დამლასთან რა საქმე გაქვთ? საქმე საერთოდ არ გვაქვს, ფული არ დაიბრუნა. თქვა რომ სასტუმროსაც ჩემზე გადმოაფორმებს. ამჯერად რა უნდა? ჯერ ესმას მოკლა უნდოდა, უარი უთხარით. მერე თქვა იდრისი მოკალით და სასტუმრო თქვენი იქნებაო. ესმაზე სისულელეს მოამბობ იაჰია. არა, იაჰია უარი უთხრა, მაგრამ იდრისზე უარს ვერ ვიტყვით. წინააღმდეგი თუ არ ხარ, ამ საქმეს ავიღებთ. რა სიტყვი? ფიქრეთ ბეის ცოტა გვეშინია, ვფიქრობთ არ გაბრაზდეს. არ თქვას რომ მისი გასაკეთებელი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ შენთვის გვეკითხა. ფიქრეთი არავის არაფერს დაუშავებს. იდრის თვალი ადევნეთ, მაგრამ ჩემს გაუფრთხილებლად, ნუ რაფერს იზამთ. და სასტუმრო? რა შეგჭირდება იაჰია? ხობელი გინდა გახდე? არა კაპიტანო. უბრალოდ რესტავრაციას ჩაუტარებდი და დიდ ფულს მივიღებდი. პატარა კოსმეტიკური რემონტი. დამლამ და ნარგიზმა მაინც არ იციან ამ ფულს რა უყონ. ვიფიქრეთ დავხმარებოდით. დიდი ფული თუ გინდათ, მე მოგცემთ. შენ არაფერს მოგცემ, მაგრამ იაჰიას აინტერესებს რა ხდება. კომპანია სემსარი იცით? იმ კაცს არ ვიცნობ. ჩემს ძმას უნდა თქვას, რომ არ ისურვებდა, რომ იცნობდეს. ჰალილ იბრაჰიმ, ეს ხანგრძლივი ისტორიაა. ჩვენ არ გვეხება. თქვენ საქმეებს თვითონ მიხედეთ. გადავიფიქრეთ, სასტუმრო არ გჭირდება. საერთოდ წავალთ. არა ძმაო, ხო, წავიდეთ. შაქარი დამივარდა, უნდა წამოვწვე. შეგეშინდათ? დაჯექი შვილო, დაჯექი. ისევ არასწორად გაგვიგეს. ის კაცი რაში გჭირდებათ? ძმას უნდა თქვას, რომ იმ კაცს გრძელი ხელები აქვს, თუ შეეხებით, თქვენც პრობლემები შეგექმნებათ. ხოდა ზუსტად პრობლემას ვეძებთ. შევქეთზე მოგვიყევით. მე კი გეტყვით, რა უნდა გავაკეთოთ. გისმენთ? შევქეთზე შეგვიძლია დილიდან დილამდე ვილაპარაკოთ. იაჰია, მიდი, მოკლედ მოყევი. დანარჩენს ჩვენს დაწესებულებაში მივხედოთ. წერტილი. დამლა ძმებს ესმას მოკვლის სანაცვლოდ სასტუმროს გადაფორმებას დაპირდა. ფიქრეთის და დამლას განქორწინების შესახებ დაივიწყეთ. ეს რა თამაშია? სასამართლოში უკვე თარიღია დანიშნული. ფიქრეთს რას ეტყვის, გადავიფიქრებო? ნარგიზი რას ამბობს? არ იცის. დამლას უთხრა გადაიფიქროს, მაგრამ ნარგიზ მინუსმენს. დამლა თუ გაიგებს, რომ ესმა წავიდა, ვალვე ნივთებს შეაგროვებს და გადმოვა. გაიგე? კოშმარი ბრუნდება. კარგი რა საქინე. რაღაც შეიძლება მოხდეს. რაღაც კი არა. ფიქრეთი ცუდადაა. ესმაც კი გაუშვა, ახლა რას იწამს? დამლას ჩაიგრავს გულში. თუმცა თუ იდრისის გეგმა ამუშავდა, ის ციხეში ჩაჯდება. ფიქრეთი დამლასაც მოიშორებს თავიდან. პრობლემებიც აღარ იქნება. აიშე, ეს დამლას უთხარი, ჩვენ კი არა. უთხარი თუ ფიქრეთი გიყვარს, იდრისი მოკალი და ფიქრეთსაც შეუყვარდებიო. ყავს ვინც ასეთ რაღაცებს ეტყვის. და ვინ? დიდემ ხანიმი. მეც ასე მოვიქეცი და ზეინები თავიდან მოვიშორე. შენ ასე მოიქეცი და ესმას თავიდან მოიშორებ. დამლას თავგზას უბნევს. აიშე, ვინც ჩემ შვილებს ამ დღეში აგდებს, დღის შუქი არ ნახონ. რა სირცხვილია. შემოდი.
Semას ველაპარაკე. კარგად არიან? რამდენადაც შეიძლება იმ ფონზე, რომ დიდემთან ერთად ცხოვრობენ. ახლა უჯერთ, მაგრამ მოუწევთ შეეჩვიონ. დიდემ ხანიმის საქორწილო კაბას იკერავს და ხალილ იბრაჰიმისთვისაც კოსტიუმი შეუკვეთა. ისე რომ არც არაფერი კითხა. ქორწილი რესტორანში იქნება. დღესასწაულების მერე. ეს ასეც უნდა იყოს, ელიფ. არა? ამ დღესთვის იმდენი იწვალა. 1000 თამაში მოიგონა. ახლა ისი ამოვნოს. ნეტავი იმ დღეს არც მოესროს. ხალილ იბრაჰიმი მეწოდება. ერთი შეცდომის გამო ადამიანი ასე არ უნდა დაიტანჯოს. ყველა შეცდომების გამო ვიტანჯებით. ამიტომ გავაფრთხილეთ, შენ იქ მარი. უნდა ვიცოდეთ. სანამ ჩემი ძმა ისეთ შეცდომას დაუშვებს, რომლის გამოსწორებასაც ვეღარ შევძლებთ. ფიქრეთ ან გავუშვი იმის გასარკვევად, რამე გეგმა აქვთ თუ არა. ესმა ჰანემი წავიდა ფიქრეთ ბეი. ახლა რა ვქნათ? გონის ორი იქნება თუ ფიქრეთ ბეის იმავე დაწესებულებაში ვუპასუხებთ. თქვენ რა სიტყვით? შენ არაფერს გეტყვი. ვერ გავიგე? ყველაფერს თვითონ გავაკეთებ. შენ არაფერ შუაში ხარ. ასე როგორ შეიძლება ფიქრეთ ბეი? თავს რატომ იღუპავთ? უბრალოდ მითხარით საათ, როდის, ვინ და მე მოვაგვარებ. ყველაფერს. გეტყვი საათ, როდის და რას გავაკეთებ. შენ კი იმ ხალხს ეტყვი, სახლში რომ არიან. თავისი მხრივ ისინი ჰალილ იბრაჰიმს მოახსენებენ, ჰალილი კი ხელს შემიშლის. კარგი ფიქრეთ ბეი, უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ. ყველაფერს თქვენ წყვეთ. მარტო არაფერს გავაკეთებ. შოთა ხმამაღლა გარეთ იფიქრე. გადი. გადი. კარგი. მამა, კარგი და ცუდი ამბები მაქვს. კარგით დაიწყე. ჯენგიზი გონს მოვიდა. მადლობა ღმერთს. ყავას დავლევ და მასთან წავალ. აბა, ცუდი ამბავი რა არის? შევქეთმა პირი გააღო და თვალები დახუჭა. აინტერესებს რა მოხდება. ამბობს მოდით და ყველაფერი გავარკვიოთო. ჯენგიზი კვდება, ისკანდერი თავისთვისაა. ქემალის იმედი აღარ უნდა გქონდეს. ის კაცი მართალია. გეთქვა შევიკრიბოთო. უთხარი მამა, მაგრამ გონი აღარ გვენდობა. ამბობს რამდენიმე ადამიანს ვერ მოერიეთო. გაბრაზებულია. ფიქრეთი და ქემალი ერთმანეთს დაუპირისპირეთ. მეტი რა ვქენით? მეტი რა გვექნა? ერთ-ერთი მათგანი მოკვდება. მე თუ მკითხავ, ორივეც. ისკანდერთან დაკავშირებით მართალია. ჯენგიზი გამოჯანმრთელდება და მასზე გადაწყვეტილება მერე მივიღოთ. იდრის ხვალ შევქეთს შევხვდეთ. ქემალით წავიყვანოთ. იქ საქმეებზე ვისაუბროთ. უკვე დროა. ადექი წავედით. ეს რა სირცხვილია, ისკანდერ? პოლიცია ამბობს, რომ ყველა სიკვდილი შენიბრალია. რომ ცეთქვათ, ბიძაც მიშვილმა რა გააკეთეთ. ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ. პოლიციას ეს თქვენ გააკეთებინეთ? მითხარით. თავის საქმეს აკეთებენ. გგონია ჩვენ გვიჯერებენ, მამას ნუ მეძახი. კაცი რომ იყო იავუს კარში მოკლავდი.
მამას ამ მდგომარეობამდე კი არ მიიყვანდი. ძმაო, რა ვიცოდით იაუზის ცოლი თუ მოაკვლევინე? რომ გეთქვა ფრთხილად ვიქნებოდით. რომ მე თქვა ენას მიიტანდით. შვილის მკვლელი შენთვის ოჯახზე უფრო ძლიერია. ძმაო, ჩემი შვილის მკვლელი ჩემს ზურგს უკან არაფერს აკეთებს. ძმა კი მეც მღალატობს და ჩემს ოჯახსაც. ღალატი? ლოგინიდან ავდგები და გაჩვენებ ღალატი რა არის. კარგი, კარგი. კარგი, ჯერადექი. იდრისი და თურგუთი სად არიან? მოდიან. მოვიდნენ. ისკანდერ ვიცი რაც გააკეთე. ჰალილ იბრაჰიმს ყველაფერი მოუყევი. აღიარე. რა? მას შეხვდი. ეს ვიცი. თურგუთი მოვა და ყველაფერს მას მოუყვები. ყველაფერს ვეტყვი. ფერჰად, პოლიცია მოაშორე. რატომ უნდა მოაშოროს რა? და მე მუხრები? მითხარი. რატომ უნდა დაგემუქრო ძმაო? ის გააკეთე, რასაც გეუბნები. შეიძლება რაღაც გთხოვოთ? დიახ ბატონო. ექიმებმა თქვეს, რომ მამა კარგადაა, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება. თუმცა ვერაფერში ვერევით. შეიძლება ხელბორკილი მოხსნათ. უნდა ვიკითხო. ძალიან დაგვავალებთ. ჰალილ იბრაჰიმს მთელ სისტემაზე მოუყევი. შევქეთთან ერთად ყველაფერს გაანადგურებენ. ყველას დახოცავენ, მაგრამ შენ არა. შენ ჩემი ძმა ხარ. ჩემი ძმა. ძმა? შენ აძირალა. აქედან მოშორდი. ვეღარასოდეს რომ ვერ გნახო. ყველაფერი მოყევი? ყველას გადასცემ, ისინი კი შენ ხელს არ გახლებენ? ნაძირალა. ხო, ძმაო, ასეა. მაგრამ შენ ამას ვეღარ დაინახავ. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერს მივხედავთ. დიდი მადლობა.
ბიძია თურგუთ. ექიმებმა თქვეს, რომ მამა კარგადაა, მაგრამ ახლა მდგომარეობა დამძიმდა. რა ხდება? რა სჭირს? პრობლემები აქვს. ექიმებს დაუძახეთ? ხო. და მამა შენთან ვინ არის? ბიძია. ბიძა შენი? რა ხდება ისკანდერ? ჩემი ძმა აღარ არის ძმაო თურგუთ. ვიზიარებ. საჭმელი მოგიდანე. მადლობ. ფიქრეთმა ესმა გააგდო. რა? გააგდო. გოგო ატირებული წავიდა. გაგიჟდა? ამის გამო რამდენი ვიწვალეთ და გააგდო? ზეინებმაც ასე უთხრა, მაგრამ არ დაუჯერა. შოთამაც სადა დალაპარაკება, მაგრამ უთხრა, რომ არაფერს ეტყოდა. ჰალილ იბრაჰიმ, გონი ფიქრეთს არ უნდა მოშორდე. ძალიან მძიმედაა. დამართალიცაა. 1000 ჯერ ვუთხარი უჩემოდ არაფერი გაეკეთებინა. მაგრამ არ მიჯერებს. რა გავაკეთო? გემრიელად მიირთვით. გმადლობ ძვირფასო. ედა, მარტო დაგტოვებ. არა, ილაპარაკე. მიდი. ჯენგიზი მოკვდა. მადლობა ღმერთს. ვერ გავიგე რატომ ალავდი. ილაპარაკეთ. მე უკვე ვჭამე. და ცუდი ამაში რა არის? ისკანდერმა მოკლა. რა? ფერჰათმა დარეკა. იმანიშნა, რომ ეს ისკანდერის გაკეთებულია და კაპიტანმა მეჯნუნმა ძალიან არ გაქექოს. კაპიტანს უთხარი თურგუთმა ჩემზე რომ არაფერი გაიგოს, არა? ხო, უთხარი. კარგი. ერთი წუთით სად მიდიხარ? ფიქრეთთან. ამ ამბავს რომ გაიგებს, იქნებ დამშვიდდეს. ფიქრეთთან დაკავშირებით ძალიან ნერვიულობ. ბომბივითაა და შეიძლება აფეთქდეს. აი ეგ დიდემს უთხარი, როცა იკითხავს ზეინებთან რატომ წავედი. ერთი წუთით. ყველაფერს მივხვდი. შენ ზეინებთან წახვალ, მე კი დიდემს უნდა ვატყუო, არა? ოუს, დავიღალე. ჩემს მოთმინების ფიალას ნუ გამოცდი. უბრალოდ დიდემს ახალ პრობლემად ნუ აქცევ. ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს. ხო და ერთ-ერთი მათგანი ფიქრეთი მაინც მოვაგვარო. დიდემს შენ მიხედავ. რა ვერ გაიგე? ექიმებს ველაპარაკე, გარდაცვალება ჭრილობებმა გამოიწვია. როცა პროკურატურა უფლებას მოგცემს, ცხედარს გაგატანთ. ჯერ უნდა მოითმინოთ. ვერაფერი გავიგე. როგორ შეიძლება ადამიანი უკეთ გახდეს და მერე უცებ მოკვდეს, კაპიტანო? რამე სხვა ხომ არ მომხდარა? პოლიციაც აქ იყო, ახლობლებიც. სხვა რა უნდა მომხდარიყო? მე აქ ვიყავი ძმაო თურგუთ. უბრალოდ სუნთქვა შეწყვიტა. ხო, ასე იქნებოდა. კიდევ ერთხელ ვიზიარებ. კაპიტანო, სიკვდილამდე ფერჰათი პალატიდან გამოვიდა, სისულელეებს ლაპარაკობდა. რა თქვა? ექიმებმა თქვეს, კარგადაა, მაგრამ მამა თავს კარგად არ გრძნობს. თუ შეიძლება ხელბორკილი მოხსნათო. ხო და სწორად უთქვამს. თუ მოკვდა, ნამდვილად ცუდად იქნებოდა. მაგრამ კაპიტანო, ისკანდერი ძმას რამეს ხომ არ უზამდა. ალიჯან, ისკანდერს რა უნდა გაეკეთებინა? ის კაცი მოკვდა. სამყაროში ერთი საშინელი ადამიანით ნაკლები ცოცხლობს. შემოდე. ზეინებ? ხო, ელიფ. ხალილ იბრაჰიმი მოვიდა. ახლა მოვიდა? ო, ფიქრეთის სანახავად. მე დანურს დავურეკა. ვკითხე იქნებ შესაძლებელია დღეს აქ დარჩეს მეთქი.
ზეინებ, ფიქრეთი ახლა არავის უსმენს. მხოლოდ ხალილ იბრაჰიმი თუ გააჟერებს. ელიფ გაგიჟდი, აქ როგორ დარჩება? საყვარელო აუცილებელი არ არის დიდემა იცოდეს საცწინავს. ელიფ ნუბოდა, ძალიან გთხოვ. არ ვიცი ეს როგორ და რატომ გააკეთა, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ფერჰათმა ოღუს უთხრა, ჯენგიზი ისკანდერმა მოკლა. ოდამოკვდეს ეგ ნაძირავა. ადრე თუ გვიან ყველა მიიღებს, რაც დაიმსახურა ფიქრეთ. ამიტომ ვამბობ, მეტი მოთმინებაა საჭირო. ყველას დავმარხავთ. ყველას. მოთმინებით ვარ სავსე ძმაო. ვერ ხედავ? აი მშვიდად ვზივარ. არაფერს ვაკეთებ. მხოლოდ ამ ღამეს არა. ზოგადად ვლაპარაკობ. გახსოვს ყველაფერი ერთად რომ უნდა გაგვეკეთებინა. ძმაო, მადლობა რომ მოხვედი. გაწვალდი. კარგი ამბავი მომიტანე. როგორც მეგობარმა და ძმამ ყველაფერი მითხარი, რაც უნდა გეთქვა. ახლა შეგიძლია წახვიდე. ალბათ სახლში გელიან. ამაღამაკ ვრჩები. არსად მიმდივარ. რა იყო? სველად დაგნიშნეს? უბედურება გადაგხდა. ესმასაც დაშორდი. გვერდით ვარ, როგორც ძმა უნდა ყავდეს. გამარჯობა, ხალილ იბრაჰიმ. გამარჯობა. მარტო დაგტოვებთ, იქნებ წარსულზე გაქვთ სალაპარაკო. მერე კი ჩვენი სტუმარი გააცილე ზეინებ. არა, სიტყვები არ ესმის. რა ვქნა? ვიდრე აქა არაფერს გააკეთებს. აქ როგორ დარჩები? ოღუსი დიდემს რამეს ეტყვის. გონია იმ გოგოს სიტყვები ესმის? ოცნებები აქვს, რომელთა ასრულებაც ჯერ ვერ შეძლო, ვიდრე ვერ შეასრულებს, გაიჭირვებს. ამბობენ პიჯაკი უნდა ჩაიცვა. ეს დიდემ ჰანიმის ოცნებაა. ჩვენ ეს არაფერს გვემსუბუქებს, ხალილ იბრაჰიმ. ჩემო ზეინებ, მოდი ამ წუთებით ვისიამოვნოთ, კარგი? მაგრამ მერე უარესი იქნება. ჯობია ჩემს ძმასთან წახვიდე. კარგი, ჩემო ერთადერთო. წავალ. პირდები. ხალილ იბრაჰიმ, გთხოვ, არ გინდა. მე ყავას მოგიმზადებთ. როგორ ჩანს, ამაღამ არავის დაეძინება. ბოდიში, მამა საშინელი ხმა ქონდა. ამიტომ ნერვიულობ. ბოლოს და ბოლოს ძმა მოუკვდა. ალბათ ყველაფერი ერთმანეთს დაემატა. ხო, გამზე, მართალი ხარ. ნუ ნერვიულობ, ცრემლი შეიშრე. ბიძაშენმა სიკვდილი დაიმსახურა. ანუ ყველა იმას იღებს, რაც დაიმსახურა? თუ არ იღებს, ოდესმე მიიღებს. მერთვაკნას. გამზე, რადგან ბიძაშენი მოკვდა, იმ სახლში საფრთხეც აღარ არის. როცა გინდა შეგიძლია დაბრუნდე.
რა? გამზე ხომ აქ იმიტომაა, რომ ჯენგიზის ეშინია. ხომ ასეა? დავბრუნდები ესმა. მამა შენს თუ უნდა დავბრუნდები. ძმაო, გამზე ცოლად ხომ ამიტომ შეირთე, გოგოები ამაზე მიანიშნებენ. გამზეს რამდენი ხანიც უნდა იმდენ ხანს დარჩება ჯამალ. იქამდე ვიდრე წასვლა თვითონ არ მოუნდება. შენ რა სიტყვი გამზე? აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ორი ქორწინება გქონდა. ორივე ისეთ ხალხთან, ვინც არ გიყვარდა და არც გინდოდა. შენ ჩემზე ცუდ მდგომარეობაში ხარ გამზე. თუმცა მაინც სანამ სიკვდილი დაგაშორებთ, ამ ქორწინებას კბილებით იცავ. ოჩახ, გამზე, ამ უზრდელს არ მოусმინო. ასეთი იმიტომაა, რომ დედამის არ გაუზრდია. ძმაო, დასაფლავებაზე წავალთ? აბა რა. ბოლოს და ბოლოს ბიძიას ნათესავი იყო. სისულელეებს ნუ ამბობ. როგორი ნათესავი? რა თქმა უნდა წავალთ. ამ ძიმე დროს ჩემს ცოლთან ერთად უნდა ვიყო. იმიტომ მაინც რომ დავადასტურო, ჯენგიზი სიკვდილს იმსახურებდა. ფიქრეთ. გონია მამა შენს მე ვერ მოვკლავდი? 50 შანსი მაინც მქონდა, მაგრამ ეს შენი და ზეინების გამო არ გავაკეთე. რომ მომეკლა, ახლა მე და შენ ასე ლაპარაკს, როგორ შევძლებდით, აბა დაფიქრდი. ზეინები შეძლებდა მამამისის მკვლელისთვის სახეში ეყურებინა. ზეინები მამამისის მკვლელს ყოველ დღე სახეში უყურებს ჰალილ იბრაჰიმ. იქ, შიგნით დედაჩემია. ქაღალდზე კი ერთ-ერთი მქალზე ვარ დაქორწინებული, ვინც ის მოაკვლევინა. ძმაო, ხომ იცი ჩვენ უფრო დიდი, უფრო სერიოზული მტერი გვყავს. მათ შენი და ქემალის გადამტერება უნდათ. ქემალს თუ მოკლავ, ან ქემალი თუ მოკლავს, ყველაზე მეტად თურგუც და იდრის გაუხარდებათ. მათაც გაუხარდებათ, ვინც ზურგს უკან გყავთ. ეს შენი საქმეა, ჰალილ იბრაჰიმ, ჩემი არა. თან მე არ მithქვამს, რომ ქემალი მოკვდება და თურგუთი გადარჩება. მეც ამას ვამბობ. გეგმა მაქვს. ისკანდერს ველაპარაკე, შევქეთს დაუპირისპირდები. მიდი. ეგ გაგვაკლდა, მიდი. ძმაო, მომისმინე. პირდები, ყველაფერს გავაკეთებ, შენ კი შენს ოჯახს უნდა მიხედო. ფეხზე მყარა დიდგე. გესმის? კარგი, აქ იყავი. შოთას ვეტყვი, ბალიში და პლედს მოგიტანს. აქ დაიძინე. გმადლობ, საყვარელო, ძალიან გემრიელია. არაფერს ძვირფასო. შოთა, ის არანორმალური აქ რჩება, ბალიში და პლედი უპოვე. იქ დაიძინოს. კარგი ფიქრეთ, ბეი. ზეინებ ჰანიმ, ჰალილ იბრაჰიმი მართლა ოფისში დარჩება? იქ სად დაწვეს? სტუმრების ოთახი მოუმზადოთ. არ ვიცი. შოთას უნდა თქვას, იქნებ ჰალილ იბრაჰიმი შენს ოთახში შეიფარო. ჰალილ იბრაჰიმი აქ ჩემი ძმის გამოა. ჩემ გამო კი არა. კარგი, მაშინ რამეს ვიპოვი. კარგი. თუ შეიძლება. ზეინებ, კაბინეტში ბუხარიცაა. ცეცხლი ცანთია. ყველაფერი რაც თქვენ გიყვართ. დილამდე ილაპარაკეთ. გონია აქ უბრალოდ ვზივარ? გონია წასვლა არ მინდა? თავს ისედაც ძლივს ვიკავებ. ძალიან გთხოვ, შენ და შენი ქმარი ცეცხლზე ნავთს ნუ მისხამთ. ზუსტად ამ ცეცხლზე ვლაპარაკობ. გთხოვ, გაჩუმდიელი. ვიზიარებ, ისკანდერ. გმადლობ, ქემალ. შემოდი. ვიზიარებ. თანაკი გრძნობ, ისკანდერ. გმადლობ. შემოდით. ვიზიარებ. გმადლობ. მამა, ძვირფასო. ვიზიარებ. გმადლობ, შვილო. როგორ ხარ? მე კარგად. შენზე ნერვიულობ. ჩემზე არის დარდო. მოდი, შემოდი. ფერხად, ძვირფასო.
ვიზიარებ. გმადლობ გამზე. რა სიზიარებ გამზე? მიულოცე. მამა თავიდან მოიშორა. ძმაო იდრის, არ გინდა. ასე არ არის ფერჰად. არ გაგიხარდა რომ თავიდან მოიშორე? არ გამიხარდა. მე ადამიანების სიკვდილი თქვენსავით სიამოვნებას არ მანიჭებს. სიმართლე გითხრა მე მისმა სიკვდილმა არ დამადარდიანა თუ გავიხსენებთ რა სიტუაციაში ჩაგვაგდო, ამიტომ არ მოვიდა შენი შვილი შენთან ერთად კემალ. აქ მოსვლას როგორ გაბედავდა? ფიქრეთმა, რომელთანაც გაიქცა, მამის სახლში დააბრუნა. ახლა მოვა და იტყვის, რომ ფერჰადზე გათხოვდება? იდრის. პანაშვიდზე ვართ და დასაფლავებას ნუ მოვაწყობთ. მე საქმე მაქვს. რადგან ერთად ხართ, ემუქრეთ ერთმანეთს რამდენიც გინდათ. შეადგინეთ გეგმები ვინ როდის მოკვდება, მაგრამ ამდენი სიკვდილისგან არაფერი ისწავლოთ. წამოდი ფერჰად. სად მიდიხარ ისკანდერ? საქმეები მაქვს, დაკრძალვაზე უნდა ვიზრუნო. მამას გავაცილებ. დაკრძალვა ხვალ არის? ხვალ არის. შევქეთიც მოვა. თავაზობს მერე შევიკრიბოთ. სასაფლაოდან მასთან მივიდეთ. და ეს თქვენი შევქეთი რაც ამბობს? პრობლემები ვერ მოაგვარეთ და მე ვიცი როგორ უნდა მივხედო. ამას ამბობს. შევქეთი. წლებია მიზეს ეძებს ჩვენი ბიზნესი რომ დაისაკუთროს. ნახოთ. კემალ. ვიდრე ისკანდერი აქ იყო ვერ გეტყოდი, მაგრამ ფიქრეთის საკითხში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდი. შენი შვილი წაიყვანა, მერე კი მოისროლა. რა ვიცი, თურგუთ. მოკლედ, შევქეთი ტელეფონით ფიქრეთზე ლაპარაკობდა რაღაცას, მე კი უთხარი, კემალს გეგმა აქვს მეთქი. ამ ტერიტორიაზე იარაღით ვაჭრობას ჯერ კიდევ ლეტოები აკონტროლებენ. ანუ ფიქრეთ ბეი, მასთან საქმეს ისე გააგრძელებთ, თითქოს არაფერი მომხდარა? მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი. ფიქრეთი ჩემთვის მკვდარია. შეცდომა თქვენ რომ არ დაგეშვათ, უკვე საფლავში იქნებოდა. გასაგებია? ანუ იმ შევქეთს უთხარი რომ ფიქრეთი ჩვენი პრობლემა არ არის. ფიქრეთი მკვდარია. ოჰო. მოდიან. მობრძანდი ნარგის. მობრძანდი. გმადლობ. გმადლობ საქინე. გმადლობ ნადიმე. გამარჯობა დეიდა ნედიმე. დეიდა. არც მიკითხო. აი კვიედა. უნდა მივიდეო და იძულებული გავხდი მეც მოსულიყავი. ოდა მოვიდეს რა მოხდა. ვისხდეთ საღამომდე ვილაპარაკოთ. მე სამუდამოდ მოვედი, დეიდა ნედიმე. რას ნიშნავს სამუდამოდ? ელიფ, როცა შემოვედით, ხალილ იბრაჰიმის მანქანა დავინახე. რა ხდება? აქ დარჩა. დილამდე ფიქრეთს ელაპარაკებოდა. შვილო, ხალილ იბრაჰიმს თავი დაანებე. სამუდამოდ რას ნიშნავს? ნედიმეს გული შეტევა მოუვა. ღმერთო, მე რა შუაში ვარ, საქინე. შვილო, ფიქრეთ მაინც ის რას აპირებ? დაველაპარაკები, დეიდა ნედიმე. დაელაპარაკე. თქვენი ნებართვით. რა ხდება ნარგის? გამოუვალ სიტუაციაში ვარ ნედიმე. მხოლოდ ფიქრეთზე ლაპარაკობს. დიდი მადლობა აიშეს. მაშინვე მოუყვა რომ ფიქრეთმა ესმა გაუშვა. აიშეს ენას ძვალი არა აქვს. ეს ამბავი არ მთავრდება. ნამდვილი ქაოსია. ალო? რა ხდება დიდემ? თქვენი ამბავი არ გამოვიდა? რა ამბავი? შენი და ხალილ იბრაჰიმის.
ხამით ზეინეფის სახლში დარჩენილა. რაო? არ ვიცი, დილით ფიქრეთ ის სახლთან მისი მანქანა დავინახე. ელიფს ვკითხე, მითხრა ღამე აქ დარჩაო. რამდენიც უნდათ ითამაშონ. კარგი დამლა. გმადლობ რომ მითხარი. ამაზე რა სიტყვი მოგეწონა? მომწონს. ედანურ? გუშინ ხამით ხალილ იბრაჰიმი სად იყო? თქვა რომ რესტორანში დარჩებოდა, რა იყო? არაფერი. უბრალოდ მაინტერესებდა. საქმე ქონდა. არ შეგატყობინა? რა საინტერესოა? ხომ ყველაფერი უნდა შეგატყობინოს? ჯერ ვერ ისწავლა. მაგრამ ვასწავლი. ედანურ მოემზადე და მანქანას მოამზადე. რესტორანში წამიყვან. მეც მალე მოვალ. ასე ნუ მიყურებ ედანურ. მანქანა რამეს მიარტყი გზაში და თავიდან მოვიშოროთ.